საღამო მშვიდობისა, ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. ჩვენ დღეს მესამე ციკლის მეორე საუბარი გვაქვს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მესამე ციკლი დაიწყო წინა პარასკევს და ჩვენ დავიწყეთ აფხაზური აფსკილის სახელის ეტიმოლოგიური შესწავლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ და ისევ ჩვენი მიჯაჭვული ამირანის გარშემო ვტრიალებთ და ვცდილობთ ვნახოთ თუ მისი ორეულები რანაირად, რა თვისებებით უკავშირდებიან მას, როგორც წმინდა, ასე ვთქვათ, პიროვნული, შეიძლება ასე ითქვას, თვალსაზრისით, ასევე სემანტიკურადაც. ჩვენს წინა საუბარში ვახსენეთ, რომ აფსკილის ეტიმოლოგიური კვლევა არ არის მარტივი, ვინაიდან მასში ფაქტობრივად, ფაზობრივად, ანუ სხვადასხვა საფეხურის საფუძველზე წარმოდგენილი არის ქართველური მასალა. ახლა მე თქვენ წარმოგიდგენთ აი იმ პირველ ფაზას და იმედი მაქვს, რომ ეს გამოჩნდება თქვენს ტელეეკრანებზე. აი ამ პირველ ცხრილში მოცემული არის აფსკილის ეტიმოლოგიური კვლევის ორი საფეხური. ფაზა პირველი და მეორე ფაზის პირველი საფეხური. როგორც ხედავთ, პირველი არის მონოლინგური, როგორც ჩვენ ადრეც ავღნიშნეთ, ხოლო მეორე ფაზა კი არის უკვე ჰიბრიდული. ანუ ეს არის აფხაზურ-ჭანური, რომელიც შემდეგ უკვე თანდათანობით უფრო რთულდება, რა თქმა უნდა. და ეს გართულება წარმოდგენილი იყო ცალკეული მონაკვეთების სახით, რა თქმა უნდა, ჩვენს წინა გადაცემაში, მაგრამ ახლა აი ამ ცხრილით და იმედი მაქვს, რომ ეს ცხრილიც კარგად ჭას თქვენს ეკრანებზე, წარმოდგენილი არის მხოლოდ და მხოლოდ მეორე საფეხური. მეორე საფეხური ასევე ჰიბრიდული ფორმულისა, სადაც უკვე წარმოდგენილია აფხაზურ-ქართველური და შედგება სამი ქვესაფეხურისაგან. მეორე ფაზა ეს არის აფხაზურ-ჭანური, შემდეგ მოდის აფხაზურ-ჭანურ-მეგრული, ხოლო შემდეგ კი უკვე მოდის აფხაზურ-ჭანურ-მეგრულ და ქართული, ანუ აფხაზურ-ქართველური საფეხური. საქმე იმაშია, რომ ჩვენ მესამე საფეხურისთვის დრო არ დაგვრჩა და ამიტომ ახლა უნდა გავაგრძელოთ ჩვენი კვლევა. აღნიშნული ცხრილები, რაც ახლა წარმოვადგინე, მიეკუთვნება, რა თქმა უნდა, პირველ და მეორე ფუძისეულ მორფემებს, ანუ მორფემებს ბერ და სკილ. ხოლო რაც შეეხება პირველ კომპონენტს, აი ახლა თქვენ სლაიდზეც ხედავთ, ეს არის პრეფიქსი, აფხაზური პრეფიქსი ა, რომელიც მომდინარეობსო მარის მიხედვით სიტყვიდან ცა. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ერთეული თუ ჩვენ მის მარისეულ ეტიმოლოგიას დაუკვირდებით, იგი უნდა მოდიოდეს ქართული დამოუკიდებელი სიტყვიდან ცა. შემდეგ უკვე ხდება ც თანხმოვნის გამარტივება და გამარტივების შედეგად იგი ღებულობს ფორმას ცა, ხოლო შემდეგ კი თანხმოვანი საერთოდ ვარდება და რჩება, რა თქმა უნდა, ერთადერთი ხმოვანი ა. თუ ჩვენ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ აფსკილის აი ეს პირველი კომპონენტიც მომდინარეობს ქართული ლექსემიდან ცა, გამოდის, რომ მაშინ აფსკილის მთლიანი სახელი
ქართულ არქეტიპებზე არის დამყარებული. ანუ ჩვენ აქ გვექნება როგორც ქართული ცა, გვექნება აგრეთვე ქართული და ჭანური ერთეულები ბერე და ბერ და გვექნება მეგრულ-ჭანური სკირი და სქირი. მაგრამ გარდა აღნიშნულისა, ჩვენ შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ აღნიშნული პრეფიქსი შესაძლებელია უკავშირდებოდეს ქართულ პრეფიქსს, რომელიც უჩვენებს აღმა, ზევით, ზეცისკენ მოძრაობას. ეს პრეფიქსი ზმნური პრეფიქსია, ჩვენ მას ხედავთ ხოლმე ისეთ ფორმებში, როგორიც არის ახტა, მაგალითად, ავიდა და ასე შემდეგ, მომდინარეობს ძველი ქართული აღ ფორმიდან, სადაც ღ დაიკარგა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ აღნიშნული პრეფიქსი ქართული გრამატიკის მიხედვით და კერძოდ კი სიტყვათ წარმოების მიხედვით შეუძლებელია, რომ უერთდებოდეს არსებით სახელს. ამ შემთხვევაში კი, ანუ აფსკილის შემთხვევაში და ნებისმიერ ვარიანტში ჩვენ ბერ წარმოდგენილი გვექნება ბერე ჭანური სიტყვით თუ ქართული ბერით, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს არსებითი სახელი და არსებით სახელთან ზმნური პრეფიქსი, რა თქმა უნდა, არ უნდა ფიგურირებდეს. ამ კონტექსტში ჩვენ უნდა გავიხსენოთ ერთი რამ. როგორც წინა საუბარშიც ვაჩვენეთ, აფსკილი არ წარმოადგენს ჩვეულებრივ ნომინაციურ ერთეულს. იგი არის კოდური ერთეული. ხოლო როდესაც კოდი დგება ხელოვნურად, დგება გარკვეული მიზანმიმართულობით. აქედან გამომდინარე, იმ კოდის შემქმნელმა რა გარკვეული ელემენტები გამოიყენა კოდის შესაქმნელად, ჩვენ ამას უბრალოდ უნდა როგორ ვთქვა, ჩვენ ეს უნდა მივხვდეთ. ჩვენ ამ მნიშვნელობამდე თვითონ ანალიზმა უნდა მიგვიყვანოს. ამიტომ თუ ჩვენ ვიცით, რომ მამა ზეციერისა და შვილის ზეციერი შვილის აღდგომა არის ნაკარნახევი და მოდით იმასაც ვიტყვით, რომ ამირანთან დაკავშირებითაც ჩვენი რწმენის მიხედვით აუცილებლად უნდა მოხდეს სასჯელიდან განთავისუფლება. ანუ ისიც გადატანით იმ მნიშვნელობით, რომ ვთქვათ, ისიც მკვდრეთით უნდა აღდგეს, მაშინ გამოდის, რომ ის, ვინც ამ კოდს ქმნიდა, მხედველობაში იღებდა არა ქართული გრამატიკის და ამ შემთხვევაში სიტყვათ წარმოების წესებს, არამედ იგი ხელმძღვანელობდა იმ გარკვეული მიზნით, იმ დებულებით, რომლის მიხედვითაც უნდა ქართველი კაცი, ქართველი ამირანი, მიჯაჭვული ამირანი და ქართველური ენები აუცილებლად უნდა აღმდგარიყვნენ. აქედან გამომდინარე, აი ამ ქართული პრეფიქსის ამოკითხვა სახელში აფსკილი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იგი სინამდვილეში წარმოადგენს პროცესში მყოფ, აღდგომის პროცესში მყოფი ზეციერი მამა შვილის მდგომარეობას. თვითონ ეს ფაქტი, ანუ რაზედაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, ეს ესქატოლოგიური დებულება, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გამო, რომ ასეთი ინფორმაციის ჩადება ერთ სახელში ნიშნავს იმას, რომ ის, ვინც ამ კოდს ქმნიდა, მისთვის სრულიად ნათელი იყო ის ენობრივი, კულტუროლოგიური, სულიერი, რელიგიური და ასე შემდეგ ისტორიული ვითარება და ინფორმაცია, რომლის ნაწილი ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ნაწილი ჩვენთვის ცნობილი შეიძლება სულაც არ იყოს და დაფარული რომ არის, იმიტომ არის იგი ჩაკეტილი ასე კოდური სისტემებით. მაშასე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ა პრეფიქსი, რომელიც ფიგურირებს სახელში აფსკილი,
იგი არა მხოლოდ ცის ეტიმოლოგიას უკავშირდება, არამედ აღდგომის ეტიმოლოგიასაც უკავშირდება და ამ შემთხვევაში იგი განასახიერებს ზეცად აღდგომის, ანუ მაღლასვლის ფორმულას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვღებულობთ ძალიან საინტერესო სისტემას და ეს სისტემა უკვე მთლიანად ქართულია და მე ახლა მსურს, რომ თქვენ გაჩვენოთ აი ეს სქემა. და კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ კარგად უნდა ჩანდეს, თუმცა ეს შედარებით უფრო წვრილი შრიფტით არის გაკეთებული, იმის გამო, რომ A4-ის ფურცელზე არ ეტევა ის ეტიმოლოგიური ფორმულა, ცხრილის წიაღსვლა, აი ამ აბსკილის სახელის სიღრმეებისა ერთ ფურცელზე, მისთვის საჭირო არის გაცილებით ალბათ უფრო დიდი, ასე ვთქვათ, წარმოსადგენი დაფა თუ რაღაცა იმისათვის, რომ ჩვენ ძალიან კარგად აღვიქვათ აბსკილის სახელის სიღრმეები. აი აქ ახლა თქვენ ხედავთ სწორედ ამ ფაზებს. ჩვენ აქ გვაქვს პირველი ფაზაც, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონოლინგვურით, ანუ მარტო აფხაზურით იშიფრებოდა. შემდეგ მოდიოდა ჰიბრიდული ფაზა, მეორე ფაზა, რომელშიც უკვე სამი განსხვავებული საფეხური იყო წარმოდგენილი და შემდეგ ჩვენ მივდივართ სრულიად განსხვავებულ ფენომენთან, როდესაც ყველა ერთეული აბსკილისა წარმოდგენილი არის ქართველური სიტყვებით. ანუ ჩვენ მივდივართ ისევ მონოლინგვურ ფორმულასთან. რა მივიღეთ? და ეს მონოლინგვური ფორმულა არის ქართული, ხო? და რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ აბსოლუტურ სიღრმეში აბსკილის ეტიმოლოგიისა ჩვენ გვაქვს ქართველური ენები. ხოლო ამის შემდეგ ხდება უკვე იმ კოდური სისტემის, აი ასე საფეხურებრივი შექმნა, რომელიც უკვე აბსკილის სახით აფხაზურ ვარიანტში გვევლინება. ასეთი რამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ასეთ რთულ კოდში ჩადებული არის უზარმაზარი ესქატოლოგიური მნიშვნელობა, დაფარული მნიშვნელობა ზეციერი ვაჟკაცების ძმობისა, მათი ღვთაებრივი მამის არსებობისა, ეს ისეთი ინფორმაცია გახლავთ, რომელიც მე ჭვება, კი არა დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი სიტყვის ეტიმოლოგიური კვლევის შედეგში არ აღმოჩნდება. ახლა, როდესაც ჩვენ უკვე ეს მთლიანი, ასე ვთქვათ, განვითარების ფორმულა ვნახეთ, ახლა შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ აბსკი უკვე წმინდა ენობრივი თვალსაზრისით, რომ აბსკილი, აფხაზური აბსკილი მთლიანად ქართველური ეტიმოლოგიის ერთეული გახლავთ, როგორც ფონეტიკურად, ანუ ბგერობრივად, ასევე ლექსიკურად, ანუ მნიშვნელობების დონეზე და ინფორმაციულად, ანუ იმ დაფარული კოდური ინფორმაციის ამოღების თვალსაზრისით, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველა სიტყვას არ გააჩნია და ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან უნიკალური შემთხვევა. კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება ვთქვათ აღნიშნული ფორმულის შესახებ, ანუ აფხაზური აბსკილისა და მისი მთლიანი ქართველური ფორმულის შესახებ გახლავთ ის, რომ ყოველ აფხაზურ ერთეულს ასაც, ბერსაც და სკილსაც გააჩნია არა ერთი ეტიმონი, რაც ისტორიული ენათმეცნიერების აქსიომა გახლავთ, არამედ თითოეულ მათგანს გააჩნია ორი და ზოგჯერ შეიძლება მეტი ეტიმონიც, მაგრამ ეს ეტიმონები არ სცილდება ქართველური ენების სივრცეს. აი ავიღოთ მაგალითი, ხო, დავიწყოთ იგივე პრეფიქსით. აი ეს აფხაზური პრეფიქსი მომდინარე
მიმდინარეობს ჩემი შეხედულებით ისევ კიდევ გაუსვამ ამას ხაზს ქართული სიტყვიდან ცა ეს იქნება ერთი ეტიმონი ხოლო მეორე რომელსაც იგი ასევე უკავშირდება ეს არის აღმა სulis მაჩვენებელი პრეფიქსი ზმნური პრეფიქსი რომელზედაც რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრეთ მეორე ეს არის ber სიტყვა რომლის სრული ფორმა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი სიტყვით ber და მის ნაცვლად უпростоრად მის ეტიმონს წარმოადგენს ან ჭანური ბერე ან და ქართული ბერი გასაგებია რომ აქაც ორი გვაქვს და როდესაც გადავალთ უკვე skills-ზე აქ უკვე აღმოჩნდება რომ ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ ჭანური და მეორე მხრივ კი მეგრული ეტიმონები ისევ და ისევ ჩვენ ვხედავთ რომ თითოეულ კომპონენტს ორ-ორი ეტიმონი აქვს და კიდევ ვიმეორებ ეს არ არის ჩვეულებრივი ისტორიული ენათმეცნიერების ანუ ენათა ნათესაობის კვლევაში დადგენილი შეხედულებები დებულებები და ასე შემდეგ არ ეთანხმება ეტიმოლოგიური კვლევები ნებისმიერი სიტყვის იქნება ეს შუმერული იქნება ეს ეგვიპტური თუ ნებისმიერი სხვა ბერძნული თუ იქნება ეს იგივე აფხაზური არ აქვს ამას მნიშვნელობა იქ როგორც იქ ქართველური ენები ერთვება სახელის კვლევაში იქ ჩვენ ყოველთვის გვაქვს გარკვეული კოდური მიმართულებით სვლა მაშასე ახლა ვნახოთ თუ რა შეგვიძლია კიდევ დავინახოთ აი ამ საოცარ სქემაში ეს გახლავთ აი ეს ისევ სამფაზიანი სტრუქტურა აფსკილის სახელისა საქმე იმაშია რომ ამ ფორმულას თურმე კიდევ გააჩნია ერთი ძალიან საინტერესო თვისება და ეს თვისება გახლავთ მისი დრეკადობა ანუ სიტყვის ფორმულა და შეგახსენებთ რომ ჩვენ გქონდა მათემატიკური ფორმულები ხო ლინიარულად დაწერილი რომ გქონდა აი ეს ლინიარულად გაწყობილი ფორმულა შეგვიძლია შევკვეცოთ შეგიძლია ოდნავ შეკვეცო შეგიძლია სულ შეკვეცო შეგიძლია გააფართოვო ანუ დრეკადია როგორც გინდა ისე მოიქცევი მაგრამ საქმე იმაშია რომ როდესაც შენ ამ სტრუქტურის დრეკადობას აჩვენებ უნდა ამავე დროს იცოდე რომ მასთან ერთად ხდება მისი მნიშვნელობის სემანტიკის ცვლაც და იმ კოდური ინფორმაციის ცვლაც რა თქმა უნდა რომელიც მასში იყო ჩადებული აი ნახოთ ახლა თუ როგორ ხორციელდება ის და ვნახოთ უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა თვითონ აბრსკილის ფორმაზე ანუ აფხაზურ ფორმაზე და შემდეგ უკვე ვნახოთ იგივე დრეკადობა ქართული ეტიმოლოგიური ფორმულის საფუძველზე აი ახლა თქვენ ამ სლაიდზე ხედავთ სწორედ აფხაზური აბრსკილის დრეკადობის მაჩვენებელ ცხრილს უპირველეს ყოვლისა ვახსენოთ ის რომ aberskill წარმოადგენს თხზულ ნაწარმოებს სიტყვას ანუ იგი შედგება ორი ძირეული მორფემისაგან და ერთი პრეფიქსისაგან ესე იგი გვაქვს თხზვაც და გვაქვს წარმოებაც და ამის საფუძველზე მიღებული მნიშვნელობა ჩვენთვის ცნობილია ხო ზეცის შვილი შემდეგ თუ მე skills ჩამოვაშორებ დამრჩება მხოლოდ aber და ეს aber უკვე არის ნაწარმოები ანუ იგი გამარტივდა საკმაოდ თხზული ნაწარმოებიდან გახდა უბრალოდ ნაწარმოების სიტყვა ან და სახელი რომელიც შედგება პრეფიქსისა და ძირეული მორფემისაგან სტრუქტურის გამარტივებასთან ერთად რა თქმა უნდა მარტივდება ის ინფორმაციაც კოდური ინფორმაციაც რომელიც მასში ჩადებული იყო და ამ შემთხვევაში
აფხაზური ძის, აფხაზური ვაჟკაცის კომპონენტი მთლიანად ამოვარდება და გვჭება მხოლოდ და მხოლოდ ცის ელემენტი, რომელიც არის ბერ და რომელიც შეიძლება ასევე გაორმაგებული იყოს პრეფიქსით ა, ვიმეორებ თუ იგი ციდან მომდინარეობს. და შემდეგ, რადგანაც მივყვებით მარჯვნიდან მარცხნივ, ესე იგი, უნდა მოვაშოროთ აბერს, უნდა მოვაშოროთ ერთეული ბერ და ჩვენ დაგვრჩება პრეფიქსი ა. თანამედროვე აფხაზურის დონეზე ეს იქნება უბრალოდ პრეფიქსი, მას ანუ იგი არის სტრუქტურული ელემენტი, მას ცაც მოშორდება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან შეიძლება ისევ ცაზე მიუთითოს, ეს მისი ეტიმოლოგია გახლავთ. ანუ ჩვენ თუ აქამდე ჩამოვედით, აღმოჩნდება, რომ აფსკილის აფხაზური ფორმულა სახელისა დადის სემანტიკური თვალსაზრისით ნულამდე და არა მხოლოდ სემანტიკური თვალსაზრისით, პრაქტიკულად სტრუქტურულადაც, იმიტომ რომ ჩვენ სტრუქტურულ ერთეულამდე ჩამოვედით. ეს რაც შეეხება აფხაზური აბსკილის დრეკადობას. ახლა მოდით ვნახოთ რა ხდება ქართულ არქეტიპულ ფორმულაში. აი ახლა თქვენ ამ სლაიდზე ხედავთ სწორედ აბსკილის ქართველურ არქეტიპულ ფორმულას. იგი შედგება 5 ერთეულისაგან. ამ 5 ერთეულიდან დავიწყოთ ახლა ისევ თანმიმდევრობით მარჯვნიდან მარცხნივ ერთეულების ჩამოშორება. მაგრამ აღვნიშნოთ უპირველეს ყოვლისა, თუ როგორი სახელი არის იგი. ესეც არის, რა თქმა უნდა, თხზული ნაწარმოების სახელი, იმიტომ რომ ჩვენ აქაც გვაქვს პრეფიქსი ა და გვაქვს 4 ძირეული მორფემა. თუ მე ჩამოვაშორე ბოლო ერთეულის ქირი, რომელიც მეგრულის ნაცვლად და ჭანურის სკირის ერთ-ერთ ვარიანტად დგას, ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ უпростоრად მეგრულს თუ ჩამოვაშორებთ, აღმოჩნდება, რომ ა ბერი ბერე სკირი არ იცვლება. მოშორდა მხოლოდ და მხოლოდ მეგრული კომპონენტი, მაგრამ ქართველური კომპონენტი მაინც შენარჩუნებულია. ანუ ეს მეგრული ერთეულის ქირი გინდა წაგიღია ბოდიში ამ სიტყვას და გინდა არ წაგიღია ქართველურ სისტემას ეს ვერ ანგრევს. ახლა გადავიდეთ შემდეგზე. მოვაშოროთ ეს ჭანურის ქირიც. ხო? და ამ შემთხვევაში მესამე ხაზზე უკვე ჩვენ ხედავთ, რომ გვჭება სკირი. მართალია ეს 2 ვარიანტი მოშორდა, მაგრამ სკირი მაინც დარჩენილია იქ, ხო სწორია? და თუ სკირი იქ დარჩენილია, აქედან გამომდინარე აი ესევ და ისევ ის ქართველური ფენომენი სახელში ისევ ფიგურირებს. ანუ სხვანაირად რომ თქვა, იცით, შეიძლება აი ანგრევ თითქოს ანგრევ აპატარავებ, არ პატარავდება. მაინც იგივე მთლიანობას ინარჩუნებს. მოდით ჩამოვაშოროთ ახლა ეს ბოლო ერთეულიც სკირი, ჭანურის სკირი და ამ შემთხვევაში ჩვენ რა გვჭება? ჭანური კიდევ რჩება იქ, ეს არის ბერე, რომელიც ისევ და ისევ შვილზე მიუთითებს და მაქვს ა ბერი ბერე. და ეს ა ბერი ბერე სემანტიკურად ფაქტობრივად იგრივეს ლაპარაკობს. ანუ სტრუქტურულად მართალია კი შემცირდა, მაგრამ ამ ბერემ თავის თავში უკვე მთელი ძის, ასე ვთქვათ, მეგრულისას და ჭანურის ძის, ხო, მნიშვნელობა, შვილის მნიშვნელობა, ვაჟის მნიშვნელობა მთლიანად თავის თავზე აიღო. ანუ ქართველური ფენომენი აქ ისევ არის შენარჩუნებული. იმისათვის რომ შვილის კომპონენტი თუ შეიძლება ასე ითქვას, მთლიანად ჩამოვაშოროთ ამ ქართველურ არქეტიპულ ფორმულას, მაშინ ჭანური ბერეც უნდა მოვაშოროთ. და გავაკეთოთ ეს. რა ხდება ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ და მხოლოდ 2 ელემენტი. ეს არის
ა ბერი. სადაც ბერი ეს არის ხანმრავალი კაცი და როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, ვინაიდან იგი ზეციური კაცია, ცასთან არის დაკავშირებული, სახეზე გვაქვს მამა ღმერთის გამოსახულება ანდაც სახელი. ა ბერი. სტრუქტურულად ა ბერი არის ნაწარმოები და როგორც იქნა თხზული ნაწარმოები ფორმიდან, რაც ქონდა შენარჩუნებული პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე საფეხურებზე, აქ უკვე მარტივდება და გადადის ნაწარმოებ ფორმაში. მაგრამ ნახოთ რა ემართება მას ინფორმაციულად. ა ბერი, რომელშიც პირველი კომპონენტი ამ წარმოადგენს ზევით მიმართულ მოქმედებას და ჩვენ ვიცით, რომ ფაქტობრივად იგი გამოხატავს იმ ესქატოლოგიურ პრინციპს, რომელიც ეხება მეორედ მოსვლას, ანუ ეხება აღდგომას, კუდრეთით აღდგომას, შენარჩუნებულია, ჩვენ ის გვაქვს. და მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ასევე ბერი, ანუ ზეციერი მამა ღმერთი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინფორმაციული დატვირთვის საშუალებით მართალია ძე კი მოშორდა ძის მნიშვნელობა, კი მოშორდა აღნიშნულ ნაწარმოებ ფორმას, მაგრამ სამაგიეროდ მან მიიღო კიდევ უფრო განზოგადებული მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში იგი ეს მამა ზეციერი, თუ შეიძლება ასე ითქვას, უკვე წარმოადგენს არა მხოლოდ ქართველი და აფხაზი ვაჟიშვილების მამას, არამედ იგი ფაქტობრივად წარმოადგენს უკვე მთელი სამყაროს შექმნის, ანუ მამა ზეციერის შემოქმედის სახეს. აქედან გამომდინარე, სტრუქტურულად კი შემცირდა აღნიშნული არქეტიპული ფორმულა, მაგრამ ინფორმაციის თვალსაზრისით იგი გაცილებით გაიზარდა და მან მოიცვა ფაქტობრივად მთელი კაცობრიობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად სხვადასხვა საფეხურზე აფსკილის სახელის ეტიმოლოგიური კვლევისას ყოველ წუთში ვეჯახებით იმ კოლოსალურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის მეტნაკლებად ბიბლიიდან და სხვადასხვა მითოლოგიური წყაროებიდან და თუნდაც რწმენიდან, უბრალოდ გადმოცემებიდან ჩვენთვის ეს ცნობილია, მაგრამ აი ასე კომპაქტურად ერთ სიტყვაში ჩადებული, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენი იქნება და ახლა გადავიდეთ და კიდევ მოვაშოროთ, ხო? ეს სიტყვა, ანუ ჩვენ კიდევ უფრო შევკვეცოთ ეს ქართული არქეტიპული ფორმულა და როგორც ყველა შემთხვევაში ვაკეთებდით, მარჯვნიდან მარცხნივ ჩამოვაშოროთ. და თუ ჩამოვაშორე ამ შემთხვევაში, მე სიტყვა ბერი რჩება მხოლოდ და მხოლოდ ზემო მიმართული პრეფიქსი. ზემო მიმართული პრეფიქსი, რომელსაც თავის თავში მაინც შერჩენილი აქვს აი ის ნიშნულობა, რომელიც მამა ღმერთის თუ გნებავთ მეორე მოსვლასთან არის და ღმერთის, მოდით ასე ვთქვათ, მეორედ მოსვლასთან არის დაკავშირებული და აღნიშნული სიტყვის ეტიმოლოგიით კი ფაქტობრივად მამა ღმერთის დაბრუნებასთან არის დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში ამას გვეუბნება ჩვენ აფსკილის ეტიმოლოგიური ფორმულა. მაგრამ ეს ბერი თუ ჩამოვაშორეთ. მაგრამ ახლა ვნახოთ და ჩამოვაშოროთ ა, ჩამოვაშოროთ პრეფიქსი ა, იმიტომ რომ ეს ქართული ფორმულა მიჩვენებს, რომ რომელი კუთხიდანაც, რომელი მხრიდანაც არ უნდა ჩამოაშოროს სიტყვები, იგი ძალიან ძნელად ემორჩილება მთლიანი ინფორმაციული სისტემის ნგრევას. ამიტომ ვნახოთ ახლა, თუ მე პრეფიქსი ა ჩამოვაშორე, რა მოუვა დარჩენილ სიტყვას ბერი. დარჩენილი სიტყვა ბერი არის ჩვეულებრივი ხანმრავალი კაცი. ანუ ფაქტობრივად ჩვენ მამა ზეციერიდან მივიღეთ ჩვეულებრივი ქართველი კაცის მნიშვნელობა. აი რომელიც რა ვიცი, ქუჩაში დადის, ოჯახში ყავს და ასე შემდეგ. ყველა ეს არის აქ მოცემული. ანუ ჩვენ ფაქტობრივად ამ ფორმულის საშუალებით ვაკეთებთ იმას, რომ თვალყურს ვადევნებთ. თუ როგორ ხდება მამა ზეციერის ადამიანის დონეზე ჩამოსვლას. ახლა ვნახოთ, თუ ჩვენ ამ დონეზე მივედით,
რომ ფორმულა მეუბნება რომ ფაქტობრივად შენ სახეზე გაქვს ზეციერიდან დედამიწურზე ჩამოსვლა მაშინ რაღაცა ცოტა სხვანაირად უნდა წარმოადგინო ეს დამოკიდებულება. აი ახლა შემდეგ სქემაზე სლაიდზე თქვენ სწორედ აი ამ გამოხატულებას ხედავთ. ესე იგი ჩვენ გვაქვს რაღაცა ღერძი, ამ ღერძის ზედა უკიდურეს წერტილში მოთავსებული არის ღმერთი, მოთავსებული არის ღვთაებრიობა, ის რისკენაც ადამიანი წესით უნდა ისწრაფოდეს და იქიდან ჩამოსვლა მოდის ჯერ ადამიანის დონემდე, მაგრამ თუ ადამიანის დონეზე ჩამოვალთ, ჩვენ ისიც უნდა ვახსენოთ, რომ შესაძლებელი არის კიდევ უფრო დაღმასვლა. დაღმასვლა უკვე მოდით ასე ვიტყვი სატანური ანუ ბოროტი ძალებისაკენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ღერძი, რომლის ერთ ბოლოში, ზედა ბოლოში, ჩვენ გვაქვს ღმერთი და ჩვენ გვაქვს მისი ღვთაებრივი თვისებები, რომლებისკენაც ადამიანები უნდა ისწრაფოდნენ. და მეორე თვალსაზრისით, მეორე კუთხით, ჩვენ გვაქვს სატანის ანუ ბოროტი ძალების და ბოროტი სურვილების თუგნებავთან თვისებების ერთობლიობა. რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ თურმე ადამიანი, ანუ ადამიანის დონე, ყოფილა ის შუალედური დონე, ის ნულოვანი დონე, საიდანაც უნდა მოხდეს აღრიცხვა და ამავე დროს მსვლელობა, ან ზევით ღვთაებრიობისაკენ, ან და ქვევით ბოროტი ძალებისაკენ და სატანისაკენ. ის, რაც აი ამ სახელის კვლევამ აჩვენა, ფაქტიურად როგორ გითხრათ, თითქოს ბუდიში ამ სიტყვაზე ჩატენილია უზარმაზარი კულტუროლოგიური ინფორმაცია ამ ერთი ბეწო სიტყვაში. უბრალოდ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ უნდა უბრალოდ მივყვეთ აღნიშნული სიტყვის მიერ ნაჩვენებ გზას, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ მისი დეკოდირება. აქედან გამომდინარე, ქართული ფორმულის უკანასკნელი ორი ელემენტი ინფორმაციულად დაცლილი კი არ არის, როგორც ეს იყო მაგალითად აპსკილის შემთხვევაში, არამედ ორივე კომპონენტი ინარჩუნებს თავის ინფორმაციულობას და ეს ინფორმაციულობა კიდევ უფრო დიდია, იმიტომ რომ თუ გავიხსენებთ აი ამ წინდებულ ას, ხო ზმნის წინი ა რომ გვაქვს, იქ საერთოდ ესქატოლოგიურ პრინციპზე მიდის ლაპარაკი, რომელიც ყველასთვის, ყველა რელიგიური რწმენისთვის შეიძლება იყოს გამართლებული, ხოლო მეორე შემთხვევაში, როდესაც უკვე ადამიანზე მიდის საუბარი, ჩვეულებრივ ადამიანზე, რომელსაც აქვს ორი არჩევანი, ერთი არის ღვთაებრიობისაკენ, სიკეთისაკენ სწრაფვა, ხოლო მეორე კი არის ბოროტება და ბოროტებისაკენ სწრაფვა. აი ეს არჩევანი ყველა ადამიანს აქვს და ბუნებრივია, რომ ჩვენი არჩევანი, ყველას არჩევანი, რა თქმა უნდა, სწორედაც რომ უნდა იყოს ზევით აღმა ღვთაებრივი თვისებების კესვლა და ამ თვისებების შეთვისება. მოდით ახლა ვცადოთ და აი ეს აპსკილის ფორმულა, ჩვენ ესე იგი დრეკადობის მიხედვით ხო გადმიხილეთ ეს. ახლა მოდით ვნახოთ თუ უკაცრავად რა განსხვავებაა აი ამ ფორმულებს შორის, ისე ერთი შეხედვით რომ შევხედოთ. და აი ახლა თქვენ სლაიდზე სწორედ აი ამ განსხვავებებს უყურებთ. ერთი მხრივ მე მაქვს აბერსკილ, მეორე მხრივ მე მაქვს აბერ, ბერე, სკირ, სკირი. რაც შეეხება აფხაზურ ვარიანტს, აქ მხოლოდ ერთი ძეა, ვაჟიშვილია. სამაგიეროდ ქართულ ვარიანტში ვაჟიშვილია. ანუ ჭანებიც არიან, მეგრელებიც არიან და თავისთავად მოიაზრება უკვე, რომ ქართველებიც არიან და სვანებიც არიან. ყველანი ვართ. ახლა რაც შეეხება მეორე თვისებას, ის გახლავთ, რომ აპსკილში მამა აპსკილის ანუ აი ამ ღვთაებრივი ძის მამა არ ჩანს. ჩვენ არ ვიცით იგი ვინ არის.
ჩვენ უბრალოდ მოცემული გვაქვს ინფორმაცია, რომ ზეცის შვილია, მაგრამ ზეცის ასეთი როგორ ვთქვა, ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე, რა თქმა უნდა, ამის წარმოქმნა ძალიან ძნელია. უფრო შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაღაცა ცალკე აღებული, რაღაცა პიროვნება ცალკე აღებული ღვთაებრივი ძე დგას. მაშინ, როდესაც თუ მე ქართულს ავიღებ, ქართველმა ძემ იცის თავისი წარმომავლობა. მან იცის თუ ვინ არის მისი მამა. იცის, რომ მისი მამა არის შემოქმედი ღმერთი. ეს არის მამა ზეციერი. ამ შემთხვევაში განსხვავება უკვე აფხაზურ, აფსკილსა და ქართულ ბერბერეს კირს შორის უზარმაზარი გამოდის წარმომავლობის მიხედვით. შემდეგი ფაქტი, ეს გახლავთ ის, რომ თუ აფსკილს მამა არ ყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ობოლია. მაშინ, როდესაც ქართველ ვაჟკაცებს მამა ყავთ და როგორც უკვე ვთქვით, იგი მათთვის მათი წარმომავლობა ცნობილი ფაქტია. შემდეგ უკვე მოდის თვითონ კომპონენტი ცა, რომელიც ეტიმოლოგიურ დონეზე არის შერჩენილი, ხოლო ქართულში კი ჩვენ გვაქვს აღდგენადი მამა შვილის ფორმულა. აი ყოველივე ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აფსკილი მხოლოდ და მხოლოდ ქართველური ენობრივი მასალისა და ქართველური კულტურის საფუძველზე შექმნილი სიტყვა, უпроსორად სახელი უნდა გახლდეთ. მაგრამ მოდით ახლა გავიხსენოთ ის ფაქტი, თუ ვინ არიან აფხაზები და როგორ მოხდა ის, რომ თანამედროვე პირობებში, თანამედროვე რეალობაში ჩვენ ქართველებსა და აფხაზებს, რომელთა ძმობა აი ამ სახელშიც კი ასე არაჩვეულებრივად მარტივად არის მოცემული, როგორ მოხდა, რომ დღეს ისინი ფაქტობრივად მტრებად გადაიქცნენ. აქ მე ახლა მსურს წავიკითხო ძალიან მცირე ამონარიდი ნაშრომიდან საქართველოს ისტორიის ნარკვევები, რომელიც აფხაზეთს ეძღვნება. ეს არის გამახარიას რედაქტორობით გამოცემული სახელმძღვანელო. მე-17 საუკუნის ისტორიული წყაროებიდან, როგორიცაა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, უცხოელ ავტორთა ცნობები და თეათინელ მისიონერთა კოლხეთის რუკები, კარგად ჩანს, რომ ადრინდელი აფხაზეთის სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს მხოლოდ ქართული მეგრული ტოპონიმები და ჰიდრონიმები ფიგურირებს. ვახუშტის ცნობით დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე და დაეშენებოდნენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი. ამ ტერიტორიაზე აფხაზებმა მკვიდრი მოსახლეობის ნამდვილი ნაწილი ამოჟლიტეს ან ტყვედ გაყიდეს. მცირე ნაწილმა სამეგრელოსა და იმერეთის შიდა რეგიონებს შეაფარა თავი. განსაკუთრებული სისასტიკით გაანადგურეს თავადაზნაურობა, როგორც ოდიშის მთავრის ძირითადი დასაყრდენი. და შემდეგ მე-17 საუკუნის აფხაზები თავისთავადი ხალხია, პრიმიტიული ყოფით და წარმარტული რელიგიით და ეს მაშინ, როდესაც ადრეულ შუა საუკუნეებში აფხაზეთი იყო ეკონომიურად განვითარებული და კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა, საიდანაც ქრისტიანობა დასავლეთ კავკასიაში ვრცელდებოდა. როგორც ვხედავთ, აფსუების ჩამოსახლება და ჩამოსვლა სამეგრელოს ტერიტორიაზე სულ რამოდენიმე საუკუნეს ითვლის და ამ დროის განმავლობაში ეს ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ქართველების ჟლეტითა და მათი გაყიდვით, რა თქმა უნდა, მათ იმისი დრო არ ექნებოდათ, რომ შეექმნათ თავისი საკუთარი ფოლკლორული სისტემა და ყოლოდათ თავისი გმირი. მათ ეს, რა თქმა უნდა, სუბსტრატული
ანუ ავტოქთონური ქართველური მოსახლეობიდან შეითვისეს და თავისი და სუბსტრატის გმირის მითოლოგიის გმირით თავის საკუთარ გმირად დასახეს. ამიტომ არის სწორედ რომ ჩვენი ანალიზის დროს აფსკილის სახელმა ამოატივტივა და წინ წამოწია სწორედ აი ის ქართველური ფესვები, რომელი ფესვებიც რეალობაში აფხაზეთს და ისტორიულადაც აფხაზებს გააჩნდათ ქართველებთან. ამიტომ აქედან გამომდინარე ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ დღევანდელი ობოლი აფხაზი არ დარჩეს ობოლად და მან თავისი წარმომავლობა დაიბრუნოს, ერთადერთი შესაძლებლობა არსებობს. ეს გახლავთ ის, რომ მან უნდა აღიაროს თავისი მამის ქართველური წარმომავლობა და უნდა დაუბრუნდეს თავის ძველ ოჯახს. ძვირფასო მეგობრებო, მე ამით დავამთავრებ ჩემს დღევანდელ საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა კიდევ რაღაც გარკვეული საკითხები, რომლებზედაც მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა, მაგრამ ამჯერად მოდით დავყაბულდეთ იმას, რაც ჩვენ უკვე განვიხილეთ. მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ ამ ახალ წელს ისევ და ისევ და დაგემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.